შესვლა არ შესვლა საკითხავი აი ეს არის ახლა ნაციონალურ მოძრაობაში. პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა. ლიდერების ნაწილი თვლის, რომ ბოიკოტმა თავისი როლი ითამაშა და მაშინ ეს სწორი იყო, მაგრამ სწორედ ამ ბოიკოტით გამოწვეული მოვლენების ჯაჭვისა და დასავლეთის უპრეცედენტო ჩართულობის გათვალისწინებით უკვე დადგა პარლამენტში შესვლის დრო. ლიდერების მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ბრძოლა ისევ ქუჩიდან უნდა გაგრძელდეს. თუმცა მე პირადად სიმართლე გითხრათ, ქუჩიდან ოპოზიციის ბრძოლის ეფექტურობა გასული თვეების განმავლობაში მაინც და მაინც ვერ დავიდახე. თუ ასევე აპირებენ გარედან ბრძოლის გაგრძელებას, მაგას ისევ პარლამენტში შესვლა სჯობს ჩემი აზრით. ახლად გათავისუფლებული ნიკა მელია, როგორც პარტიის თავმჯდომარე, ნეიტრალური პოზიციის დაჭერას ცდილობს. უსმენს ორივე მხარის არგუმენტებს, აპირებს რეგიონებშიც მოусმინოს თანაპარტიელებს და შემდეგ გამოიტანოს საბოლოო დასკვნა. დღეს დილით მელია ნაციონალური მოძრაობის წევრებთან ერთად კიევშიც გაემგზავრა მიხეილ სააკაშვილთან კონსულტაციების გასამართად. ჩვენთან ინტერვიუში პარალელურად ნიკა მელია ფაქტობრივად ღიად ამბობს, რომ ის პირადად ამ ეტაპზე უკვე პარლამენტში შესვლის მომხრეა. ისევ ჩემი აზრით, მთელი საქართველოს მასშტაბით პარტიის წევრთა უმრავლესობამ რა პოზიციაც არ უნდა დააფიქსიროს, საბოლოო გადაწყვეტილება ალბათ მაინც ლიდერების მთავარი ბირთვის მისაღები იქნება და შესაძლებელია ეს გადაწყვეტილება სულაც არ დაემთხვეს პარტიის უმრავლესობის აზრს. ამისთვის არსებობენ კიდეც ლიდერები. მათ უნდა წაიყვანონ თავიანთი გუნდი სწორი მიმართულებით, მათ უნდა გაბედონ ზოგჯერ ისეთი ნაბიჯების გადადგმაც კი, რომლებსაც შესაძლოა გუნდის უდიდესი ნაწილი არც ეთანხმებოდეს. სანამ გამომიყვანდნენ აი აქ სცენაზე, ავანსცენაზე, ხო ცოტა შემაყოვნეს. ეტყობა ელოდებოდნენ დადასტურებას, რომ გარე მეგობრები, რომლებიც გველოდნენ, დაუდასტურებდნენ, რომ ზადარი და გამომიყვანდნენ მელია და ვერავის ვერ ხედავდი გარდა პოლიციელებისა. ერთ-ერთი ბატონი, რომელიც თან მეცინებოდა გულში ხა, რომ ძალიან გულმოდგინეთ, აი კამარში ქონდა ორივე ხელი ჩაოლებული. გამიგეთ და ამას აქვს თავისი ახსნა. როდესაც მიყავს ადამიანი და თან კამარში ჩაოლებული ყავს, პრაქტიკულად ვერ აბიჯებ ფერს ნორმალურად. ეს ოფისი ჩემთვის არ არის ოფისი, ჩვეულებრივი ვეღარ იქნება ხა ორდინალური ოფისი, ლენდმარკია, ხო? ნაციონალური მოძრაობის სათავო ოფისი ნიკა მელიასთვის თავისუფლებისათვის ბრძოლის სიმბოლო გახდა. ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი და შემდეგ უკვე შარლ მიშელის ჩამოსვლის და უპრეცედენტო საერთაშორისო გამოხმაურების მიზეზი სწორედ ის დღე გახდა, როდესაც ოფისი შტურმით აიღეს და ნიკა მელია საპატიმროში ჩაამწყვდიეს. როგორი იყო თქვენი ცხოვრება იმ დღეებში, როცა ნიკა ციხეში იყო? იცით? საშინელება. თუ მე ვიყავი არ მეგონა. ეხლა ამ გადასახედიდან ვიყურები, ის 2 თვე ნახევარი რაც იყო. მე ჩემ თავს არ ვეკუთვნით. სამსახურში მივდიოდი და იქ ავამტყოფები მამხნევებდნენ, მაძლიერებდნენ, მაგრამ ნანა იყო მარტო სახლში. აქ რომ მოვდიოდი, ნანა დეპრესიაში იყო, საშინელ დღეში. შვილი და ბაბუა მელიები ნიკას გათავისუფლებას 77 დღე ელოდნენ. 6 წლის სანდრომ იცოდა, რომ მამა მივლინებაში, ამერიკაში იყო. ოჯახი მაშინ ვერ იაზრებდა. მხოლოდ ნიკას ციხიდან გამოსვლის შემდეგ მიხვდნენ, თუ რა დღეები ჰქონიათ გადატანილი. როდესაც ნიკას ანთავისუფლებდნენ იმ დღეს, უამრავი ხალხი შეგროვდა ციხის ჭიშკრის წინ. ერთი კაცი მაღლობზე იდგა და ოპერატორები ეუბნებიან, შენ ნახეო, როცა ნიკა გამოვაო ეზოში, დაგვიძახ, მოდისო და აქედან ნიკა და ნიკა დაიკარგა. ცენტრალურ დასასრულიდან არ გამოუშვეს. ეს არის პატარა კაცობა. მივლინებაში იყო ნიკა. სად იყო აქამდე? მამა ახლა სახლშია. ბიძინა ივანიშვილის ტყვეობიდან ჯერჯერობით თავისუფალი. სად ვიყავი, აი, საიდან ჩამოგიტანე სათამაშო? არა, აი საიდან ჩამოგიტანე.
არ მომდამს როგორ სანდრო ამ კითხვამ უკვე დაღალა. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს კი ყველაზე მეტად სწორედ მასთან ყოფნა. ოჯახის წევრები, მეგობრები და ზოგადად ადამიანებთან ურთიერთობა ენატრებოდა. ოჯახის წევრები, მეგობრები და ურთიერთობა ადამიანებთან სოციალიზაცია ხეთსადაცება. გლდანი. სოციალური ადამიანი რა, წარმოიდგინეთ 3 თვის განმავლობაში, პრაქტიკულად თითქმის 3 თვე კი. ამ 3 თვის განმავლობაში მინიმუმ დავკარგე შესაძლებლობა გამეცნო აი 300 ახალი ადამიანი ცხოვრებაში, რაც ყველაზე ფასეულია ჩემთვის. ხო და რაც ყველაზე მეტად დააკლდა, ახლა აუცილებლად დაინასვაურებს. ამ დღეებში ასობით ადამიანს უკვე შეხვდა და კონსულტაციების გავლა კიდევ ბევრთან მოუწევს. მთავარი ოპოზიციური პარტია მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად ემზადება. შევლენ თუ არ შევლენ პარლამენტში. ნაციონალურ მოძრაობაში აზრი ორად გაიყო. ჩვენ გვაქვს ორი ძალიან უხერხული, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებიდან ერთ-ერთი მისაღები. ან პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ბლოკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ძალა ერთობაშია იღებს გადაწყვეტილებას და ბრძოლას აგრძელებს მათ შორის საპარლამენტო პლატფორმიდან, ან სრულიად გაუგებარი ხდება ძალიან ბევრი ჩვენი მხარდაჭერისთვის, ძალიან ბევრი ჩვენი გულშემატკივარი საერთაშორისო პარტნიორისთვის, რაც ვაკეთებთ. ნიკა მელია შეხვედრებს აგრძელებს პარტიის იმ წევრებთან, რომლებიც თვლიან, რომ მას შემდეგ, რაც პარლამენტი ერთპარტიული აღარ არის, ნაციონალურმა მოძრაობამ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ საპარლამენტო ტრიბუნა აუცილებლად უნდა გამოიყენოს. უსმენს მათაც, ვინც მხარს ბოიკოტის გაგრძელებას უჭერს. ორივე მხარეს თავისი სიმართლე აქვს, ამიტომაც პარტიის თავმჯდომარე მათ არგუმენტებს იზიარებს. ეს არის დილემა, რომლის წინაშეც დგავართ და გვიწევს მაქსიმალურად სწორი გადაწყვეტილების მიღება ისე, თანაც რომ სანამ გადაწყვეტილებას გამოვაცხადებ, მაქსიმალურად ყველა სხვადასხვა ჯგუფს პარტიის ფარგლებში ავუხსნა თუ რა არის ამ წუთისთვის პარტიისთვის უკეთესი. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა პარლამენტში შესვლა არ შესვლაზე რეკომენდაცია ნაციონალურ მოძრაობას მაშინ მისცა, როდესაც ნიკა მელია ჯერ კიდევ საპატიმროში იმყოფებოდა. მას შემდეგ რაც ის დატოვებს საპატიმროს, მე მინდა მოუწოდო ნაციონალურ მოძრაობას ხელი მოვაწეროთ ამ შეთანხმებას, იმიტომ რომ ამ შეთანხმებაში არის თავარი მეორე პუნქტი ასევე. შემოდგომაზე ადგილობრივი მმართველობის არჩევნებთან ერთად პრაქტიკულად დაინიშნა რეფერენდუმი ქართული ოცნების, ესე იგი ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორების თაობაზე. 53 ბარიერიანი ძველი კომისიის პირობებში, მაგრამ ეს არის უკვე დაშვება რიგგარეში არჩევნის და ეს არის რეფერენდუმი ივანიშვილის მმართველობაზე. ამიტომ შემოდგომაზე იქნება ეს რეფერენდუმი და ჩვენ ის უნდა მოვიგოთ ადგილობრივი მმართველობის არჩევნების პარალელურად. ამისათვის ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი. ჩვენ უნდა შევიდეთ იმ პარლამენტში, რომელიც მიგვაჩნია უკანონოდ და მოპარული არჩევნების შედეგად, გამოვიყენოთ ეს ინსტრუმენტიც, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა სხვა ბრძოლის ფორმა დემოკრატიულ ფარგლებში. შესვლა არ შესვლა. შესვლა არ შესვლა. ამ კითხვაზე პასუხი აკომინაშვილს უკვე დიდი ხანია აქვს გაცემული. თulis რომ ნაციონალური მოძრაობა ადგილობრივ არჩევნებამდე არალეგიტიმურ პარლამენტში არ უნდა შევიდეს. საკანონმდებლო ორგანოში დისკუსიების ნაცვლად მხარს ხალხის პარლამენტს გარეთ მობილიზებას და ქუჩის აქციებს უჭერს. ჩვენ ნაციონალური მოძრაობა ჩვენ ამ ორჩეულს უთხარით, რომ თუ ამ პერიოდის განმავლობაში მას შორის მოლაპარაკებების პროცესში ვერ მივაღწევთ ვადამდელ არჩევნებს, მაშინ ნაციონალური მოძრაობა არ შევიდოდა პარლამენტში. ეს ხო ჩვენი დაპირება. აი ამ ბრძოლაში შენი ამორჩეული რომ გამოყვეს, მას უნდა ქონდეს შენს მიმართ ნდობა. ანუ რა სიტყვასაც ეთყვი, ის სიტყვა უნდა შეუსრულო. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენ ეს სიტყვა უნდა შევასრულოთ და ამ ეტაპზე პარლამენტში უნდა შევიდეთ. ერთის მხრივ ჩვენ თუ ვითვალისწინებთ იმ ხალხის აზრს, რომელიც თulis რომ ჩვენ არ უნდა შევიდეთ პარლამენტში, რა დააშავა იმ ხალხმა, რომელიც გვეუბნება რომ ჩვენ აუცილებლად უნდა შევიდეთ პარლამენტში და მე არ ვფიქრობ საერთოდ რომ
ეს ამორჩეველი უმცირესობაშია. მე ვფიქრობ პირიქით, შესაძლოა უმრავლესობაშიც იყოს ამორჩეველი, რომელიც მხარს უჭერს ჩვენს პარლამენტში შესვლას. ჩვენ ნახეთ შეთანხმება იყო მიღწეული, პოლიტიკურმა პარტიებმა მოაწერეს ხელი დოკუმენტს, მაგრამ კრიზისი არათუ არ გადაწყდა. კრიზისი კიდევ უფრო დამძიმდა ყველა მიმართულებით. ამ შესვლით პარლამენტში არ უნდა შევქმნათ ნორმალურობის, სტაბილურობის განცდა, დემოკრატიულობის განცდა არ უნდა შევქმნათ ხელისუფლებას. ნაციონალური მოძრაობის არ ყოფნა პარლამენტში, მაშინ როდესაც სხვა ოპოზიციური პარტიები წარმოდგენილი არიან პარლამენტში, ეს ძალიან მნიშვნელოვან დააზიანებს, მე ვფიქრობ, ნაციონალური მოძრაობის პოზიციებს. არ გვაქვს კონტაქტი. ეს საერთოდ არ გვაქვს კონტაქტი. ნაციონალურმა მოძრაობამ კონტაქტი გრიგოლ ვაშაძესთან დიდი ხანია გაწყვიტა. პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა და გაუჩინარდა. სალომე სამადაშვილმა ხელიც მოაწერა, პარტიაც დატოვა და ლელოს ფრაქციასაც შეუერთდა. ხათუნა სამნიძეც პარლამენტში საარჩევნო ბლოკი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას კვოტით შევიდა. ასე რომ ნაციონალური მოძრაობის 36-მეც 3 მოაკლდა და ახლა 33 მანდატი დარჩა. მონოლითურობა რომ ყოფილიყო უკეთესია. ეს პოლიტიკური პროცესია და პოლიტიკაში ყველაფერი ხდება. კოლეგებზე განაწყენების დრო ახლა აღარ არის. ისინი უკვე პარლამენტში არიან და ამიტომაც ნაციონალურ მოძრაობას აღარ აქვს მთავარი ბერკეტი, ოცნების ერთპარტიული პარლამენტი. შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ სულ სხვა ვითარება შეიქმნა. ახლა ოპოზიცია პარლამენტში სუსტადაა წარმოდგენილი. ხატია დეკანოიძე თვლის, რომ ნაციონალური მოძრაობის საკანონმდებლო ორგანოში შესვლით ქართულ ოცნებას სულ მცირე დისკომფორტი მაინც შეექმნება. რა ბერკეტი გექნებათ? იცით რა, გულწრფელობა მე მგონი ყველაზე მნიშვნელოვანია. მე არ ვფიქრობ, რომ რაიმე კონკრეტული ბერკეტი შეიძლება კონდეს, ხო? გასაგებია მათ უმრავლესობა აქვთ და მივიღებენ ნებისმიერ კანონს, მაგრამ ქართული ოცნება შესაძლებელია შიგნითვე დაიშალოს. და ჩვენ უნდა ვიყოთ ამ დროს, ასე ვთქვათ, ძალიან ესეთი ფოკუსირებული ბრძოლისთვის. შიგნითვე, აი ხედავთ, რომ მაგალითად მოდიან ქართული ოცნებიდან დეპუტატები, მაგალითად კახიშვილმა განაცხადა, რომ მიდის ახლა და ჩემი კონკურენტი იყო ისანში და რაღაცა ტოვებს ქართულ ოცნებას. იქ გახარია ეს, ასე ვთქვათ, აქტივიზაცია მნიშვნელოვანია შიგნით. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში, მაგალითად, მე არ გამოვრიცხავ, რომ განმეორდეს იგივე, ვთქვათ, კიშინევში განვითარებული სცენარი, როდესაც შიგნით პარლამენტში ძალიან მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, турბულენტობა შეიქმნა. ავტოგრაფი შეიძლება. ჩემი ავტოგრაფი რომელი ისმევა? გია ბარამიძე ავტოგრაფს სამოქალაქო მხარდაჭერის სიმბოლოს ომარ ბაბუს აძლევს. ამბობს, რომ მისთვის მთავარია მოусმინოს იმ ხალხს, ვინც მანდატს აძლევს და მათი ხმები დაიცვას. ეს პარლამენტი არალეგიტიმურია და იქ ნაციონალურ მოძრაობას არაფერი ესაქმება. ეს იყო და არის მისი პოზიცია. მიმაჩნია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება აი ეს შექსპირისეული დილემა შევიდეთ თუ არ შევიდეთ საკითხავი რომ ეს არის უნდა გადაწყვიტოს არა რომელიმე ჩვენთაგანმა პოლიტიკოსმა ან თუნდაც 115-მა პოლიტიკური საბჭოს წევრმა არამედ ჩვენი რიგითი მხარდამჭერებისა და მომხრეების მაქსიმალურმა რაოდენობამ. გია ბარამიძეს აქვს იდეა, რომ უკვე გამოცდილი მეთოდი ელექტრონული პრაიმერიზი ჩატარდეს. ისევე როგორც დეკემბერში, როდესაც ნაციონალური მოძრაობის პარტიის არჩევნებში მონაწილეობა 20,000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო და არჩევანი ორი თანაბარი პოლიტიკური წონის კანდიდატს შორის გააკეთა. ახლა უნდა ჩავატაროთ უკვე იდეების პრაიმერიზი და დაე ჩვენმა ამომრჩეველმა, რიგითმა მხარდამჭერმა და ნაციონალური მოძრაობის წევრმა გადაწყვიტოს რა მიაჩნიათ მათ მიზანშეწონილად და რასაც გადაწყვეტს აუცილებლად ყველამ ერთად ის უნდა გავიზიაროთ. ძალიან კარგია, როდესაც აბსოლუტურად მაქსიმალურად მოიცავ ფართო მასებს გადაწყვეტილების პროცესში, თუმცა აქ უკვე ტექნიკურადაც არის ბევრი დეტალი გასათვალისწინებელს ერთი. მეორე მე შეხვედრე პარტიის წევრები, რომელსაც უთქვამთ, რომ სინძიმის ცენტრი ჩვენზე რატომ უნდა გადმოვიდეს. პარტიას იმისთვის ყავს პარტიის თავმჯდომარე, იმისთვის ყავს პოლიტიკური საბჭო, იმისთვის ყავს მმართველი რგოლი, არა ერთი. მაშინ ეს ყველაფერი რაში ვჭირდება? ამიგეთ ხომ არის ამაში ლოგიკური მარცვალი არ არის, არის. მაშინ გავაუქმოთ ყველაფერი, პარტიასაც თავმჯდომარე არ ყავდეს და მხოლოდ ელექტრონულ ფორმატში ვიმჟელოთ და ასე მივიღოთ გადაწყვეტილებები. ხო, რა იმდენად მნიშვნელოვანი საკითხი არის ახლა სასორზე, რომელიც თავისი სიმძიმით, შინაარსით,
ხო არის უფრო მნიშვნელოვანი ჩემთვის ვიდრე იყო პარტიის თავმჯდომარის არჩევა არ არჩევა. რატო? იცით, იმიტომ რომ ეს მხოლოდ პარტია ნაციონალურ მოძრაობას არ უკავშირდება. ხა ეს არ არის პარტიის საკითხი, განსაცდელი ბლოკია. ჩვენ საუბრობთ ამ პარტიაში შემოვალ, ამ ბლოკში შემოვალ სხვადასხვა პარტიებზე. მიუხედავად იმისა, რომ თავისი პლუსები და მინუსები აქვს, პარტიის თავმჯდომარე ელექტრონულ პრაიმერის ერთ-ერთ ვერსიად განიხილავს. არის სხვადასხვა ვარიაციები, მოეწეროს დოკუმენტს ხელი და ასე შევიდეს ბლოკი პარლამენტში, არ შევიდეს და არ მოაწეროს და ანუ არ აიღო ის ვალდებულება, რომელსაც მაგალითად ერთ კომპონენტთან მიმართებაში საერთოდ მე მგონი არავინ არ გამოთქვამს თანხმობას ის პარტიების კი მეგობრები, რომლებმაც მოაწერეს ხელი, მაგრამ აღმოაჩინეს მალევე, რომ ქართულმა ოცნებამ მოატყულა არა მხოლოდ ისინი, არამედ საერთო საზოგადოება. როდესაც ავრცელებენ ყველა ფერზე და ყველაზე ამნისტიას. ამიტომ ყველა ეს საკითხი ან მუშავდება, იხილება და ძალიან მალე ბედნიერი ვიქნები, რაც მალე უკეთესი იქნება. ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებას არა მარტო ქართული საზოგადოება, არამედ საერთაშორისო პარტნიორებიც ელიან. ნიკა მელიას კარგად ახსოვს მათი მხარდაჭერა და ასობით ის მწვავე განცხადება, რომელშიც ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა მისი დაპატიმრების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის პასუხისმგებლობა ქართულ ოცნებას დააკისრა. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს ესმის პარლამენტში შესვლის რისკი და ბევრი მომხრის შეშფოთება. თუმცა მისთვის მთავარია ნაციონალურმა მოძრაობამ საერთაშორისო მხარდაჭერა არ დაკარგოს. ამბობს, რომ საერთაშორისო პარტნიორებისთვის გაუგებარი იქნება თუ რას აკეთებს პარტია, თუ კი ის პარლამენტში არ შედის. საერთაშორისო იზოლაციაში პარტიის აღმოჩენას ნამდვილად არ ვაპირებ განსაკუთრებით ჩემი პარტიის თავმჯდომარეობის პროცესში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართულ ოცნებას ახლა არ აწყობს რომ ძალა ერთობაში ნაციონალურ მოძრაობა ეს ბლოკი თანაბრად იყოს წარმოდგენილი ყველა მოდით თანამედროვე ენით გეტყვით რა ახლა ყველა საბრძოლო ტატამზე ანუ ყველა პლატფორმაზე არ აწყობთ არ უნდა მივცეთ მათ იმის შესაძლებლობა რომ პროპაგანდა განარჩონ მთელი სოფლიოს მასშტაბით რომ პარტია ნაციონალური მოძრაობა არაფრად აგდებს საერთაშორისო მაგალითად პარტნიორებს, მათ რეკომენდაციებს და წარმოაჩინონ საკუთარი თავი რეალურად იმად რაც არ არიან, ანუ ისინი გახდნენ დასავლეთის აპოლოგეტები და ჩვენ ვიყოთ მინიმუმ ხალხი, ვისაც წარმოდგენა აქვს რა გვინდა. პატივისცემით პოლიტპატიმრისგან. ინტერვიუს პროცესში ოფისში საჩუქარი ლევან ბერძენიშვილის წიგნი შემოაქვთ. ამას ვაპირებდი, უბრალოდ ვერ მოვასარი რა. ჯერჯერობით წიგნის კითხვის დრო ნამდვილად არ ექნება. დღეს დილით რამდენიმე თანაგუნდელთან ერთად ნიკა მელია კიევში ჩაფრინდა. საქართველოს მესამე პრეზიდენტთან შეხვედრაზე ჯერ კიდევ ციხეში ყოფნის დროს ფიქრობდა. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე და პარტიის ლიდერი ახლა საერთო სტრატეგიაზე უნდა შეთანხმდნენ. პირველივე შესაძლებლობა გამოვიყენე და ჩამოვედი მის ანახავად ადამიანი, რომელიც 2 წელიწად ნახევარი არ მინახავს, 2 წელიწადი და უბრალოდ 7 თვე, თითქმის 3 წელიწადი იმასთან შეხვედრა არ მქონია და ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე ჩემი და მისი ურთიერთგაგება და ვისაუბროთ ყველაფერზე. პარლამენტში შესვლა არ შეცვლილი დაწყებული, გაგრძელებული სხვადასხვა საკითხებით საინტერესოა დავწმუნდეთ, რამდენად თანხმედრაში მოდის ჩვენი პოზიციები. ხა ბუნებრივია მისი აზრი ძალიან მაინტერესებს, ბუნებრივია საქართველოში ჩვენი პარტიის ხელმძღვანელობის მხარდაჭერების პოზიცია არის უმნიშვნელოვანესი, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ და უღალატოდ ვცდილობთ, რომ ოპტიმალური გადაწყვეტილება მივიღოთ აი ამ რთულ ახლად შექმნილ რეალობაში. შეხვდება ყველას, მოისმენს არგუმენტებს და მსჯელობის შედეგად პოზიციებს შეაჯერებს. ბოლოს კი მხარდამჭერებს აუხსნის, თუ რა იქნება უკეთესი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის.